ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. იარბაზი, იარაღის ბაზარი. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. და ცივი იარაღის მოყვარულებო. ისევ ჩემ მარანში ვარ, იმპროვიზირებული სტუდია მაქვს. და მინდა ეგეთი დანა გაჩვენოთ, აი ესეთი დანა. ადრე ამას ეძახდნენ ზონაში დამზადებულ დანას, იმიტომ რომ მართლა ზონაში, ანუ ციხეებში ამზადებდნენ აი ესეთ დანებს. მე მაქვს ეს დანა, უბრალოდ ჩემ ძმას აქვს და აქ უკვე 35 წელია. მოკლედ, ჩვენ მარხმა გადავწყვიტეთ, რომ ეგ დანა დაგვეშალა. დეტალები ამოგვეხაზა და ჩვენ თვითონ დავამზადეთ აი ესეთი დანები. ну ჩვენ როგორ ჩვენი არხის წევრებმა და მე ოსტატს მივმართეთ ბექა ოკიტაშვილს ის დაგვეხმარა თან ეს ძალიან ისე მაგრა დაგვეხმარა იმიტომ რომ ეკაცი რო არა ყოფილიყო ვერაფერს ვერ გავაკეთებდით ხელმარჯვი აი დამბაჩებს რო აკეთებს თუ ეგ ვიდეო ნანახი აქვს მაგაცია ჩვენთან ერთად ანუ ჩვენი თანამშრომლობით აი ესეთი დანა გავაკეთეთ აი აქ აწერია AK-47 იმიტომ რომ იარაღს აკავს ძალიან აქ ნომერი გვიწერია აი აქ გრადაციებია P ანუ პასტაიანი როგორც ავტომატზეა მე 100-200-1000-მდე დავი ჩანს თუ არა არ ვიცი აქ სამიზნესავით აქ აი აქ ჩაჭრილი ну ეს უკვე დეკორაცია მუშაობს ესე ეხლა გვხსოვს სამი ცალი დანა ანუ ეს სპილოზულით არის გაკეთებული ამას კამეჩის ქაქ და ამას ძალიან ძველი შესახედაო და მე მგონია რომ ეს უფრო მაგრა გავს იარაღს ეს არის ხის კიბო რო ეძახიან აი ყოჯრი თუ ნუჯრი იმისგან არის გაკეთებული აი ეს დანარჩენი იდენტურია მომენტი ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ყველა ესენი არ არის კლიბით არის გამოყვანილი და მორგებული ანუ ერთი მეორის ნაწილი აქ რომ მოხსნა და აქეთ გადმოაყენო არ წავა. ანუ ისე უნდა ჩალიჩი რომ ამას მოარგო. ან გაწევა მომდა ანუ სამივე დანა არის ინდივიდუალური. და მოკლედ ამითი გვინდა რომ ჩვენ ქართული ბიზნესიც ამოვიწყო და ქართული დანები გავაკეთოთ. ამ დანაზე მე გადაცემა მაქვს გაკეთებული ჩვენ ახსეს ხალხს ბევრი ნახვა ქონდა ძალიან და ქვია ზონას დამზადებული დანა. ქვემოთ აღწერაში იქნება მაგისი ლინკი, სადაც ამ დანის წარმოშობის ისტორია იქნება, საიდან ამერიკელის გაკეთებულია სპაიდერკოში მუშაობ. მოკლედ, აღარ მინდა ლაპარაკი, შედით ის ვიდეო ნახეთ თუ დაგაინტერესდა ამ დანამ. სულა გვაქვს გაკეთებული სამი ცალი, ანუ გრავირების გურუარი, ეგეთი, შეგიძლიათ შეხვიდეთ და YouTube-ზე ნახოთ. იმან დაგვიგრავირა ბატონმა ლევანმა და გადავწყვიტეთ, რომ ყველა IG შეხედეთ აქ 200 უაწერია I და G იარაღის განხილვა მე 000 და ეს არის მეორე გაკეთებული და ეს პირველი და ეს ჯერ არ დაგრავირებული ეს არის მესამე. ყველა დანას ექნება თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი მიყოლებით. აი აქ რა ვიცი თავიდან ეგრე გადავწყვეტ მე საზე არ მომწონს მაგრამ აი აქ ვარ მე ჩემი პროფილია გამოსახული მაგრამ მარტო ამ ორ დანაზე იქნება ეგ პროფილი მარტო გაკეთებული მე გადავწყვეტ თუ არხის ლოგო იყოს ჩვენი არხის ლოგო დანა იაფი არახის იარაღის ბაზარი ეგეთ იარბაზჯი ეხლა ეგ დაიწერება შევბრძანდით და შეგიძლიათ უფასოდ განავთავსოთ თქვენი განცხადება თუ რამის გაყიდვა გინდათ იარაღთან სათევზაო ინვენტართან და მოკლედ იქ რო შეხვალთ მენიუში უნდა დარეგისტრირდეთ ფასი არ უნდა არაფერი და მაგის დარეკლამებას დავიწყებთ იქ მობრძანდით იმ პლატფორმაზე და ამ იარაღს ამ დანებსაც იქ ანახავთ. ეხლა მომდი ესე ვილაპარაკოთ ეს რა დანა ეს არ არის არც გადარჩენის დანა არც რაღაცების დასაჭრელი დანა ეს არის საკოლექციო ნივთი. ანუ ამას იყიდით ეს არის სუფთარვა ესეთი დანა მაქვს რა. ну ახლა განა არ აჭრის მაგრამ ну ისეთი რაღაცა რომ მოდი ეგრე ვთქვათ რა სამარიაჟო რაღაცა უფრო აი ესეთი დანა. ჩხლეტავი და
ხო, ნუ დანა რა, ოდა. მოკლედ მივედით აქამდე გავაკეთე მექანიზმი კიდე ერთხელ ვთქვი ბექაუქიტაშვილი. რა, ის იყო ამისი სული ჩამდგმელი. იდეა ჩვენ უთხარ და იმან მოდი გავაკეთო და ნუ მოგეთ რაღაც წვალებები დაგვიზდა. გვაქვს სულ 3 წელი დავდებთ იარაღის ბაზარზე, ანუ იარბას ჯიზე. შევბრძანდით ნახეთ. ტელეფონიც იქ იქნება თუ შეძენა მოგინდათ. არის პირველი, მეორე და მესამე, ანუ ჯერ მეტი არ დაგვიმზადებია. თუ ვიღაცამ დარეკა და თქვათ ესენი გაიყიდა და რაღაცა საკოლექციო დანა უნდა დაუმზადებთ. ისეაც ვაპირებთ, მაგრამ 1000-ს გავაკეთებთ მეც არა. ალბათ. თუ არაფერი და მე შევწყვიტავ და დარჩება მარტო ესენი, მაგრამ კიდე ერთხელ ვთქვი, ერთი და იგივე ნომერი არ გამეორდება და ყველა დანას ექნება ინდივიდუალური ის რა ქვია. ნუ შეგიძლიათ სულგლისამებრ მე იარაღის გურუსთან მიხვიდეთ. YouTube არხი აქვს ჩაწერეთ, რეკვიზიტებს იქ ანახავთ. იმაშიც დავწერ აღწერაში ვიდეოსი. და დაგიგრავირებთ რასაც გინდათ. ოღონდ ეს AK-47 და იარაღის ნომერი უკვე აწერია. და ლოგო ექნება ჩვენი არხის, ეხლა ისე გეტყვით რომ ჩემი ის არის გამოსახულება, რავი როგორ აჩანს, აი ესე. გინდათ ამას დაგიტოვებთ, არ ვიცი, ნუ ყოველ შემთხვევაში ეგრე ვაპირებ და კიდე ამ საქმეში ჩავხდეთ ერთი YouTube არხი, ქვია უიარაღო თავადი, ხო? უიარაღო. გიორგი წერეთელი. ხო. ადრე უიარაღო თავადი იყო და მე გახდა უიარაღო. მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. ბატონო ზურაბ. არა კიდე ზამნა აღნიშნე. ეხლა ნახე რა ხდება, ეს კაცი რატო ჩავთ? ჯერ ეგეთი რომ იარაღი უყვარდა იარაღის თემატიკას მაღაზიებში დადის, იღებს რაღის, როგორ აღის და რაღაც, რასაც მე არ ვაკეთებ. ეს კაცი აკეთებს მაგას. და დანა კი ავაწყეთ, მაგრამ აი გალესაც თქო მქონდა პრობლემა რა. ანუ გალესო კიდე ცალკე ის არის რა ქვია, ცალკე ხელოვნება. და რახან დანებშიც ერკვევა, ფოლადებში ერკვევა, ჩავთეთ ეს კაცი და ბატონი გიორგი და უთხარით რომ აი ნუ მოკლედ დაგვეხმარე. აი ახლა ნახეთ ეს მოხსენით. ეს არის აი აქედან მოხსნილი პირი. და აი ესეთი მოწყობილობა და მოდი ვილაპარაკოთ ახლა ეს როგორ ხდება და რანაირად გალესო. ეს მოწყობილობა თანამედროვე მოწყობილობაა, ბატონო ზურაბ, ჯერ პირველ რიგში მივესალმები თქვენ მაყურებელს. მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. მოკლედ რამოდენიმე პირი გავლესეთ უკვე, გალესელ პირს ეტყობა აი ბრიალებს რო იტყვიან და რა თქმა უნდა ჭრის. ყველაზე კარგად მაინც ფურცელზე სინჯავთ ხოლმე როგორ ჭრის დანა. ფურცელზე ეს დანა საერთოდ არ ჭრის, მარტო პირი აქვს გამოყვანილი და არ ჭრის არაფერს და უკვე გალესილი დანა რა თქმა უნდა ჭრის მშვენივრად. იმიტომ მოგმართეთ რომ აი ესეთი სიტუაცია. მე მაქვს სხვადასხვა ზომის პირები ვიწყებ მსხვილი ეგრეთ წოდებული ასოციანი ალმასის ქვები მაქვს მე ამ წუთში, რითაც ვლესავ მე ჩემ დანებს. ეს ჩემი დანების მცირე ნაწილია, რომელზეც მე რამოდენიმე სიტყვას ვიტყვით, მაგრამ ამ წუთში ამ დანას დავიწყებ 100-იანი ქვით და დავამთავრებ 3000-იანი ქვით, რომელსაც უკვე ექნება ძალიან მაგარი ჭრის და ძალიან მაგარი შეხედულების ეფექტი. მოკლედ ვიწყებ ამ 100-იანით ლესვას და მოუმატებ ნელ-ნელა სიმკვრივეს და ავალ 3000-ზე, სადაც უკვე იქნება გაპრიალებულიც და გასული. ანუ ესენი იყიდება. კი ბატონო. ანუ ხელს როლს საერთოდ შეგძნება რა რაღაცა. 3000 ზომაა და ძალიან მსუბუქია. ეს მსხვილი ფაქტურაა და შესაბამისად პირველი ჭირდება მსხვილი ფაქტურა რომ ავიღოთ, მივიყვანოთ. რაც შეეხება ამას, მე ვხმარობ ეგრეთ წოდებულ მარკერს. ნიშნავ პირს მარკერით და შემდეგ ვიწყებ მის გალესვას. აი მოდი გავაკეთო, თან ილაპარაკეთ, თან დავამაგრო და ის რა თქმა უნდა ვამაგრებ დანას. ახლა მოიტანე რა.
ანუ მე პირზე ესმევა ეს მარკერი. ნუ სასურველია რომ რამე ეგეთი მყირალა ფერი იყოს, რომ ადვილად დაინახოთ სად გააცლის თვითონ ის რა, რომ დაინახოთ დახრა პირის. აჰა. აჰა, და ეხლა ანუ სასურველი არის დაუშვათ 10 ჯერ გავატარე, თან ვითვლი, ხო? აქეთ მარჯვენა მხარეს რამდენადაც გაუსმევ სალესკვას, იმდენი სასურველია მეორე მხარეს გადმოწევი. იქიდანაც რომ თანამდე ის ხო თან ხრივად რო იყოს რო ეთანხმებოდეს ერთმანეს ეს გასმული სალესი მოწყობილობა. მეგობრებო, ეგ იარაღის ბაზარიც ჩვენი პლატფორმაა, ჩვენ მარხმა მოვიგონეთ რა. ორივე გადავიღოთ რომ არა, მე გადამიღებთ. ჩავთეთ, აი ეს იუთუბერი კაცი ჩავთეთ, აი გალესოში. მეკაოგიტასი ჩავთეთ. კიდე ერთი მაგარი კაცი იყო, ვინც ამ ნახაზებში მოგხმარი. მოკეთ დიდი რაღაცა კოლექტივი რა, ზოგმა თავისი ხელმარჯვობი, ზოგმა თავისი ტვირით. პროგრამისტი ჩავთეთ, რომელმაც ეს პლატფორმა გააკეთა იარაღის ბაზარი. იარბაზი, იმიტომ რომ ვთქვი, შემოკლებით არის. შებრძანდით თუ რამე გინდა დარეგისტრირდებით, ძალიან ადვილია, გადმოწერეთ იმაში, რა ქვია, ტელეფონში, ან მოძებნეთ და გინდა დანა გაყიდოთ, შეგდეთ განცხადება გააკეთოთ, რომ რაღაცის ყიდვა მინდა, იქ არის ყიდვა და გაყიდვა. თუ ყიდვა გინდათ ან მაუზერის რაღაცას ეძებთ, ან არ ვიცი, რაღაცა დეტალი გინდათ, განცხადება გააკეთოთ, რომ მინდა ესეთი რაღაცა გამომეხმიანეთ. მე დროთა განმავლობაში შეიძლება დავაბრძანოთ ფორუმი, რომ ადამიანებმა ერთმანეთს აზრი გაუზიარონ. სათევზაო ინვენტარი იქნება და სალაშქრო ინვენტარი. და კიდე რაღაცა შეიძლება დავუმტან, რა ჩვენი არხის თემატიკას ეხება რა. ცივი იარაღი იქნება აუცილებლად და მაგე გვინდა რომ ეს ჩვენი პრეზენტაცია იარაღის ბაზრის, ამ იარბაზ-ჯის პრეზენტაცია და გვინდა რომ ამ პრეზენტაციაზე ეხლა მე არ ვიცი ამ დანებს და ის კოლექტივი როგორ შევინარჩუნებს თავს და კიდე გავაგრძელებ თუ რამის გაკეთებას, მაგრამ აი 100%-იანი გეუბნებით რომ ეს უკვე სამიცალი გვაქვს. და კიდე ერთხელ ვიტყვი, დანა არის საკოლექციო ნივთი. ეს არ არის რაღაცა გამოყენები, კი გამოიყენებ, ძალიან მაგარია ყველაფერში. ხო და კიდე რა უნდა თქვა რა, რაც აუცილებლად უნდა თქვა. ამ კონსტრუქციის დანებს პირი ოდნავ უმოძრავებს. სულ ყველას. ორიგინალსაც, არა ორიგინალსაც, აი ეს პატარა თვითონ კონსტრუქცია ეგრე აწყობილი კბილსა უჭირავს და ნუ აი ოდნავ რყევა აქვს, ეგრეთ წოდებული შატკა. ნუ თუ ვიღაცა შეიძენთ, ეგ არ იფიქროთ რომ რაღაცა მე სხვანაირი შემხვდა. ყველას აქვს აბსოლუტურად. ინტერნეტში შევედი, ვნახე ამერიკაშია ტიპი აკეთებს და ისიც იქ იძახის რომ აქო აი ესეთი რყევა. მაგრამ უნიშნულო რყევა აქვს. მაგის კომპენსირებას აკეთებს თვითონ დანის სილამაზე და რა ვიცი, სხვადასხვა ესეთი სამიცალი დანა გვაქვს. მოკლედ შევბრძანდით იარბაზში, ნახეთ და თქვენ შეგიძლიათ დადოთ. არაფერი გადახდა არ უნდა. ნუ ნახევარი წელი მაინც ეგ პლატფორმა იმუშავებს უფასოდ. მე დანარჩენი რავი რაღაცა იქნება. მე ვფიქრობ რომ რაღაც სიმბოლური ფასი უნდა კონდეს, იმიტომ რომ რაღაცას მოითხოვს ეგ პლატფორმა რომ არსებობდეს რა, იქ რაღაცა დომენი ვიყიდეთ, იქ რაღაცები ვინც ამებში ერკვევთ. ხო და ნუ ეგ მე იქნება რა, ნახევარი წელი იქნება უფასო, შევბრძანდით, დადეთ თქვენი ნივთი თუ რამის გაყიდვა გინდათ, თუ ამ ვაჭი შეგიძლიათ მაღაზია მიაბათ თქვენი თუ გაქვთ. ან სალაშქრო მაღაზია მიაბათ, ან იარაღის მაღაზია მიაბათ, ეგეთ და ზემოთ არის ბანერები. აი ბანერები უკვე ბანერები ფასიანი იქნება. რა თქვენ ბანერს გავაკეთებთ თუ გინდათ მერე ბანერი იქნება აქტიური დააწევა თუ რა პირდაპირ შემოთქვენ, ნუ რეკლამაც იქნება და თქვენი საქმიანობის ისიც შეგიძლიათ ბანერს მიაბათ. ნუ ეგ მერე მაგაზე ცალკე გადავიღებთ უკვე კომპიუტერთან. ასე რომ მადლობა ბატონ გიორგის რომ მოვიდა და დანებზე გველაპარაკა. მადლობა თქვენ. და დანები გაგვილესა. მადლობა ბატონ დავით კვანჭახაძეს, ვინც გააკეთა ეს პროგრამა.
მადლობა ბექა ოკიტაშვილს, ვინც აი ესე სული ჩაუდგა ჩვენი მას, რა ქვია. ჩვენ კომპანიას თუ პროექტს კი ბატონო, ხო და რა იქნება ესეთი ქართული დანები. ნუ ჯერჯერობით იქნება როგორ ხმამავალინა თქვა, ჯერ 3 წელია, მაგრამ გაბედული მე როგორ წავქეზდები და წავხალისებით ნახოთ. მოკლედ მეგობრებო. აი ეს იყო იარბაზის აი ეგ დაიწერება კიდე ახლა იარბაზ G და შევძანდი და მოკლედ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და ჩვენ ამ არმის ყველა ვიდეოში დავიწყეთ მაგის დარეკლამას, ასე რომ ბევრი მნახველები ეყოლება. ანუ თქვენი ბიზნეს თუ რამე არის გრამის გაყიდვა, შევძანდი დადეთ და გაიყიდებოდა ღმერთმა შედობაში მოგვახმაროთ. კარგად ზანდებოდეთ, შემდეგ ვიდეომდე. ნახვამდის. იარბაზი იარაღის ბაზარი.